მოგეხსენებათ, რომ აქტიურად მიმდინარეობს დაცული ტერიტორიების არეალის გაზრდა. ბირთვისის კანიონი ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის ლანდშაფტში, შესაბამისად არის დაცული ტერიტორია. საინტერესო არის სხვადასხვა მიმართულებით, რა თქმა უნდა, თბილისთან ახლოს შესაძლებლობა იქნება, რომ განახო ჩვენი ქვეყნის უნიკალური ლანდშაფტი, უნიკალური ბიომრავალფეროვნება, აგრეთვე მნიშვნელოვანი არის, რომ კერძო სექტორთან ერთად მიმდინარეობს აქტიურად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ხელს უწყობს ერთის მხრივ კომერციალიზაციას, მეორეს მხრივ კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომობას, როგორც ჩვენი თანამოქალაქეების, ასევე ტურისტების, რადგან გქონდეთ შესაძლებლობა, რომ ესეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო გარემო ნახონ და დაათვალიერონ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი დავით სონხულაშვილი პირადად ეწვია ბირთვისის კანიონს, სადაც გაეცნო ადგილზე მიმდინარე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ბუნების დაცვასთან ერთად წარმოადგენს ეკოტურიზმის განვითარება. აღნიშნული ორიენტირებულია ერთდროულად რამოდენიმე მიზანზე, მათ შორის არის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა კერძო ბიზნესთან ერთად და ასევე, რა თქმა უნდა, ვიზიტორებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. მიგვაჩნია, რომ ბირთვისის კანიონი გახდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის წერტილი.